რა საერთო აქვს Porsche-ს და Lada-ს ერთმანეთთან? ამის პასუხზე ვიდეოს ბოლომდე რა თქმა უნდა არ გალოდინებთ და ახლა ვიგეთყვით. ორივე მათგანი იქოქება საჭის მარცხენა მხარეს არსებული გასაღებით ან ბერკეტით. Porsche შემთხვევაში ამის მიზეზი იყო Le Mans-ის ლეგენდარული რბოლების სერია, რომელიც 1923 წლიდან იწყება. და ეს რბოლა იწყებოდა აი ესე. რბოლელები იდგნენ გზის სამხრეზე და მანქანა ელოდებოდა მეორე მხარეს. როდესაც ხმას გაიგონებდნენ სტარტის ხმას, რბოლელები გარბოდნენ მანქანისკენ და ვინც მალე ჩაჯდებოდა მანქანაში, ვინც მალე დაქოქავდა და მალე ჩადებდა სიჩქარეში, რა თქმა უნდა, იმას უპირატესობა ჰქონდა. შესაბამისად, მარცხენა ხელით მანქანა იქოქებოდა, მარჯვენა სიჩქარეში დებდნენ მანქანას და დაიძვრებოდნენ. ამის საპატივცემულოდ, ამ პროცედურის საპატივცემულოდ, Porsche-მ ასე რომ ვთქვათ, ეს სპორტული სერია გააგრძელა და დღემდე ასე აწარმოებს მანქანებს. მაგრამ Lada-ს შემთხვევაში ამის მიზეზი ნამდვილად არ ვიცი, ეს თქვენთვის მომინდია, შეგიძლიათ თქვენი აზრი კომენტარებში დააფიქსიროთ, ჩვენ კი რა თქმა უნდა შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.